მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო და ვნახოთ ახლა მისი აუხდენელი ფიქრები თქვენზე. ანუ როგორია მისი ფიქრები აუხდენელი, რომელიც არ ახდენილა ჯერ. აი რას ნატყუობს, ხო? რას ოცნებობს თქვენზე, თქვენ დანახვის დროს. პოზიცია იქნება 2. თქვენ ჩაიფიქრეთ და ჩამოყალიბდით. აირჩიეთ ან 1, ან 2, ან და ნახოთ ორივე. მისი აუხდენელი ოცნება თქვენზე. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ, შემოსულია აქ ჩემ არხზე. უდიდესი მადლობა თქვენ. დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. ეს მეც მეხმარებოდა თქვენი კარმისთვისაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება და მეტი მოლოდინებია, რომ აგიხდეთ, იმიტომ რომ სიკეთით, ნახე, ყველაფერი ბუმბერანგია ამ დედამიწაზე და ამ ჩვენ მატერიალურ დროში. შენ გაუშვებ სიკეთეს, გიბრუნდება უკან. შენ გაუშვებ პოზიტივს, გიბრუნდება უკან და ასე შემდეგ. მაშინ მისი აუხდენელი ოცნებები თქვენზე, თქვენ დანახვის დროს, თქვენი ყურების დროს, თქვენთან შეხვედრის, მიმოწერის, ეს თქვენ ჩამოაყალიბეთ ახლა ყველაფერი თქვენ ინდივიდუალურ სხემად, თქვენ სიტუაციას მოარგეთ, რას ნატრულობს, რას ოცნებობს, როცა თქვენ ზე ფიქრობს იმ მომენტში, ან რო ხვდებათ, ან რო ხედავს თქვენ ფოტოს, თუნდაც სოციალურ ქსელში, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ყველასთვის, ეხა ზოგადად ამოვიდა მანძილი და დაშორება, ეხა ესეთი ფართოდ ნათქვამი სიტყვა, დაშორება შეიძლება არ იყოს, შეიძლება მანძილი იყოს, შეიძლება რაღაცა მოლოდინები იყოს ზოგადად, ხო? პირველი ვარიანტისთვისაც და მეორე ვარიანტისთვისაც ამოდის, რომ ამ მომენტში რაღაცა შორს არის, ან რაღაცას ელოდება, რაღაცა სიტუაციას ელოდება, ან თქვენგან ელოდება, აირჩიეთ პირველი მეორე. მე ხა ორივეს ვიტყვი, რა თქმა უნდა, და გაგიშიფრავთ სამყაროს გზავნილს ამ კონკრეტულ თემაზე, რას ნატრულობს, რას ფიქრობს, მის აუხდენელ ოცნებებს თქვენზე, მაგრამ თქვენ შესაბამისად მაინც აირჩიეთ, რომ უფრო ჩამოყალიბდეთ, ხო? პირველ რიგში ორივესთვის ამოვიდა, რომ შორი მანძილისკენ იყურება, იცქირება, ვიტყვი, ეს ხელი რო აქვს, ხო? შუბლზე დადებული ადამიანს და იყურება იქით შორს გზისკენ, ნახე, მიმავალი. რაღაცას ელოდება, ან თქვენ ელოდებით ამბავს. ანუ ელოდებით, შეიძლება მანძილი გაშორებთ, შეიძლება რაღაც არ ვიცი რა. ხა ნახოთ პირველი ვარიანტი. რას ნატრულობს ეს ადამიანი? მისი აუხდენელი ოცნებები თქვენზე. პირველი ვარიანტი. ეხა პირველ რიგში ამოდის ორმხრივი გრძნობა. აქ უდაოდ იკითხება, რომ გრძნობა აქვს ამ ადამიანს. სავსე თასი, სავსე ემოციები, სავსე განცდა, რომ თქვენ წარმოადგენთ მისთვის ნამდვილ ქალს. ნახეთ, როგორი იმპერატრიცაა ულამაზესი ამ კარჩი. ესე. პირდაპირ ყველანაირად გაშიშვლებთ ეს ადამიანი თავის ფიქრებში, თავის ფანტაზიებში, იმიტომ რომ განუსაზღვრელია მისი ფანტაზიები. წარმოსახვა კარგი აქვს. გიყურებთ როგორც ნამდვილ ქალს. ქალს სასურველს, ქალს ყველანაირად აღჭურვილს იმისთვის, რომ მის ფიქრებში ხართ. ამ წუთას, ამ მომენტისთვის, მე ვიძახი აწმყო დროისთვის არის დაბრკოლება, რაღაც სიტუაციები, რაღაც, ნახეთ, საფრთხობელა, ხო? რაღაც აბრკოლებს მას. ეს არის ან მისი საქმეები, ან რაღაც მოვლენები, ან ვალები, ან მის ბიზნესზე, მის პირადზე, სიტუაციაზე, რამაც ჩაგიხერხათ ჯერჯერობით რაღაც პერიოდი და ეს მთავარი კარტი ხო იყო, რომ ელოდებოდა გზას გახურებდა, ან თქვენ ელოდებით, ან ის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამბავზეა საუბარი აქ.
რაღაცას ვაგვარებ, თითქოს ეს ადამიანი ამბობს, აი ცოტაც და შემოგიერთდები და როგორ აპირებ შემოერთებას, ისევე თქვენთან ურთიერთობის აღდგენას, საქანელებია ამ შემთხვევაში, დაიწონა, მაგრამ ეს კარტი ასევე ბალანსია, დაირღვა ბალანსი, ნახეთ? თითქოს ის მოყვა მცირედში, თითქოს თქვენ ელოდებით და ის რაღაც დაიკარგა, რაღაც არ ჩანს, რაღაც ისე აღარ არის მიმოწერა, რაღაც ესეთი იკითხება, მაგრამ ისევ აღდგება, მაგრამ გადავამოწმოთ, ხო? მოაგვარებს ამ სიტუაციას, ამ პრობლემებს. პირად გაშლაზე მაგალითად სახელს რო ვეუბნები, იქ უკვე ამოდის კონკრეტულად ამ ადამიანის ფიქრებით, სიტუაციად და მისი გადადგმული ნაბიჯით. ეს ზოგადია, მაგრამ მაინც პირველმა პოზიციამ, ვინ ჩაიფიქრა, მისი პარტნიორი, ვინც სურვილობს, ნატყულობს და დაფარულია, ხო? ოცნებობს, აუხსნელი ოცნება ხართ თქვენ მართლა მისთვის პირველ ვარიანტებო. მოაგვარებ სიტუაციას, აქ მაჩვენებენ გზას, რაღაცა აქ გადასადგმელი გზა. კი, ახალი დასაწყისი იქნება. ამ ადამიანისგან, ეხა სამყარომ რაღაც სიტუაციაში რაღაც დაბრკოლებები გამოუგზავნა. ნახეთ, ყველა სიტუაციაში სამყარო გამოწმებს. ჩვენ ყველას ინდივიდუალურად გვაქვს რაღაც მისია, ხო? ამ ადამიანს დაუდგა ეხა ეს სიტუაცია. ყველა მხრიდან, ნახე, მოუჭირეს რო იტყვიან, წელში მოუჭირეს, ხო, ფინანსურია, ფულადია, არ ვიცი რა არის. და ეხა ელოდებიან, რომ ამ ადამიანმა თვითონ გააკეთოს მოქმედება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოქმედი პირი, ხო? მოვლენების და გამომდინარე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ახალი დასაწყისი აუცილებლად უჩანს, პატარა ნაბიჯი, პატარა ფეხის გადმოდგმა, პატარა რაღაც მოქმედება იქნება, ყველა ვარიანტში ისე მოვლენები ისე განვითარდება, რომ მაინც გადადგავს ნაბიჯს და აქ ამოდიხართ თქვენ, რა თქმა უნდა, რომ სასურველი ქალი ხართ და ის ვერ აიხდინა, რომ შეიძლება ლაივში შეხვედრო და დენახეთ. თუ ხედავთ ლაივში და შეხვედრები გაქვთ, ისევ გაგრძელდება. ეხა ხო ხედავთ, რომ საჯარიმო გაშლა ვარიანტები ბევრნაირია, თქვენზე მოარგეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ხან მოკლე დაბრკოლებები მოასწავებს იმაზე, რომ მას პირადად სცდიან და მისგან ელოდებიან და ის ნამდვილად რაღაცას მოიმოქმედებს. გადავედი მეორე ვარიანტზე, მისი აუხსნელი ოცნებები თქვენზე რა არის? ის როცა ზის მარტო სულია, დატანჯულია, ჯერ ყველა კარტი არ გამიშლია, მაგრამ მაინც პირველივე კარტიდან ჩანს. ის ნატყულობს, ოცნებობს თქვენთან სექსუალურ, ინტიმურ კავშირზე. მას ეხლა მეორე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა, ეს ადამიანი არის როგორც ბუ, ნახე? ცუდად გამომდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ბუერა, ხო? რაღაცა ეს შეესაბამება ამ ადამიანს, იმიტომ რომ რაღაცა დატანჯულია, რაღაცა დადარდიანებულია მის გრძნობაზე, მის სიყვარულზე, მის რაღაც ემოციონალური ფონი ამასთან ვერ გამოსცემს, ჩაკეტილი აქვს, სამკუთხედიც იკითხება, შეიძლება ყავს ის ისტორიჩკა ვიღაც ყინულის დედოფალი, ჩანს აქ, ხო? კონკურენტი, მაგრამ თუ არ ყავს ესეთი ყინულის დედოფალი და ბრძანებელი განკარგულებების გამცემი, ასე ვთქვათ, მაშინ უბრალოდ თვითონ არის გაციებული. სამკუთხედი ჩანს, არ ვიცი ხა ვინ ხართ, მაგრამ თუ არ არის სამკუთხედი, ამ ადამიანს აქვს გზები ჩაკეტილი. და იმიტომ რომ ჩაკეტილი აქვს გზა და ვერ მოდის თქვენთან, რომ აიხდინოს მისი დაფარული, ნახეთ, დაფარული ოცნება რა ყოფილა? სექსუალური ლტოლვა, ინტიმი. Temperamentos intimus amore. ხო და ეხა ამ შემთხვევაში ამ მოქმედებას ვერ აკეთებს. ნახეთ, ჩაკეტილია გზა, დაბრკოლებაა ქალის სახით,
თუ ქალის არა, მაშინ მოვლენის სახით, ამ ეხა სიტუაციაში უფრო ამოდის ქალი. კიდევ ვიცახი, ეს არის პირადი გაშლა, საჯარო გაშლა პირადში, სახელს რო ვეტყვი, მაგალითად ჯოზეფს რა უშლის ხელს, რომ შეხვდეს ვალენტინას, ხო? და მე გვეტყვიან, რომ თქვათ არია ესეთი ლუდმილა, რომელიც ჩამდგარია თქვენ შუა. თუ არ არის ლუდმილა, მაშინ ესე იგი მოიაზრება სხვა დედრობითი სქესის წარმომადგენელი ასაკოვანი, რომელიც გამწარებული იხევს და იპუტავს და იგლიჯავს, რომ არა, არ მინდა მე ხალი იმათ, რა ქვია, საძლოთ, ან რა ვიცი. მოკლედ ისტორიები ბევრია. ეხლა პირად გაშლაზე კი, რა თქმა უნდა, უკუ კავშირი რომ აქვს და თქვენთან კავშირი რომ აქვს, უფრო კარგად იხსნება, მაგრამ ეხლა ხო, ესე საჯარო გაშლას შემიძლია გითხრათ, რომ მისი დაფარული ფიქრი არის ის, რომ სექსი უნდა რა, ინტიმი უნდა და ეკეტება გზა ვერ მოდის, მოქმედებას ვერ აკეთებს. კაი, მაშინ მეორე ვარიანტზეც უთხრათ ესეთი რამე, რომ აქ სიყვარული არ ამოდის, ამოდის დარდი, ტკივილი, ტანჯვა, გაციება და ნაკლებობა სექსუალური აქტის. ხო და ვნახოთ ახლა ოცნებაა თუ მისი დაფარული ფიქრებია, ფაქტია რომ კარტმა გვაჩვენა და ასეა. აბა თუ გადალახავს ამ ვიცი წინააღმდეგობებს ამ შემთხვევაში ვიღაცა კონკურენტით, ვიღაცა სიტუაციით. კი, გადალახავს, ნახეთ თავს მოერება რით? ალკოჰოლური რაღაც იმით, რა ქვია, სასმელით, აქ ამოდის რომ თავს ერევა ამით, ხა მე იმას კი არ ვიცახი, რომ ლოთია და არიქა ზაპოები აქვს. შიგა და შიგ სუსტი ადამიანი საერთოდ ეძებს რომ განიტვირთოს, როცა ის არ აქვს რაც უნდა. მაგალითად ამ ადამიანს არ აქვს სექსუალური კმაყოფილება, ხო? და დაკმაყოფილებული არ არის სექსუალურად, ინტიმურად, მამაკაცია, როგორც ხედავ და ამიტომ რომ გზები გადაუჭირეს, გადაუკეტეს, გაუცივეს, ამიტომ წავა და დაალევს ესეთი ადამიანი. პირველ რიგში ესეთი ადამიანი არის ეგოისტი, ნახეთ, მზე ამოდის. თავის ადამიანი, ხა ეს კაცია, ეს მამაკაცია. თუ მამაკაცები მიყურებთ, რა ვქნა? ასე კარტი მაძლევს ინფორმაციას, რომ ეხლა ეს მეორე რესპონდენტი, ვინც აირჩია, ეს არის მამაკაცი. და მე ეს სასმელი მას არ უშველის, მაგრამ დროებით, რაღაცნაირად, რო იტყვიან, შეუნაცვლებს იმას, რომ არ აქვს, თქვათ, ის სითბო. ის მოთხოვნილება ჩაუკლავს იმას რა, იმ ადგილის მოთხოვნილებას, ასე ვთქვათ, ხო? წელს ქვემოთ მყოფ ვიბრაციებს. ხო და ეხლა ვნახოთ აბა ბოლო თუ გადალახავს ამ გზებს, ამ პრობლემებს, თუ გაიმარჯვებს ამ ყველაფერზე და თუ მოვა. მეორე ვარიანტი. მოქმედება ჩანს კი, ნახეთ, მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა სვავს ალკოჰოლს, მე ერევა გონება და ცოტაც რო დალიოს, ადუნებს ამ ადამიანს, როგორც ჩანს, მოთხოვნილებას უკლავს და ეს ეხმარება, აქ კონფლიქტი თავის თავთან, მაგრამ აქ ჩანს, რომ აქტიურობა რაღაც მომენტში, თვითონ აქტიური ადამიანი ეტყობა იქნება და ჩანს სიყვარულის კარტი, ესე იგი, მართლა ქონია გრძნობა. ამიტომაც ტკივა ეტყობა, რომ ვერ გხედავთ, რომ ვერ გნახულობთ, რომ მოაკლდა, რომ არა აქ ის სამოთხის კარი, რომელიც მას ნამდვილ მამაკაცად აქცევს, ხო? რო არა აქ ის. და საბოლოო ჯამში მაინც მოდის, იმიტომ რომ ნახეთ, როცა გრძნობა აქვს და იმ ადამიანთან ხარ ინტიმურად, ვის მიმართაც გაგრძნობა, ეს არის მართლა აღმაფრენი რამ, ხო? თუ არა გაგრძნობა და ისე მიდიხარ, რომ შენი ინსტინქტები დაიკმაყოფილო, მაშინ რა ვიცი. მე ხა არა მაქვს მაგის გამოცდილება, მაგრამ როგორია ვერ გეტყვით და
ვინც აკეთებთ, რა ვიცი. არა მგონია რომ ეგ სიამოვნება იყოს. თუ უნდა კონდეს გრძნობა, უნდა გიყვარდეს, უნდა მოთხოვნილება კონდეს იმ ადამიანთან, ხო? ბუნებრივად უნდა ხდებოდეს ეს. რაღაც ქიმია უნდა არსებობდეს და ამაზეა ზუსტად საუბარი. აი ამ გრძნობაზეა ზუსტად აქ საუბარი. და ამ ტანდემზე, ამ ორმხრივ სიყვარულზე. რო კმაყოფილები ხართ თქვენც და ისიც. და ასე კმაყოფილები ყოფილიყავით, საბოლოო ჯამში მაინც მოვა. მოვა, იმიტომ რომ გრძნობა აქვს და ეხლა გრძნობის გარეშე ვისაც არ უნდა წავიდეს ერთჯერადად, ანუ არ ამგონია რომ ის სიამოვნება მიიღოს. არ ამგონია. როგორად თქვენთან მიიღებს. ასე რომ დაელოდეთ. ცოტა კი მომტირალ სიტუაციაში იყო მეორე, მაგრამ ბოლოს მაინც გამოუსწორეთ და მაინც მოვა თქვენთან. გჯეროდეთ. დროებით.